მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე ახლა ვარ დავით გოგოლაშვილი, ინტერნეტ მარკეტინგ სპეციალისტი, დაახლოებით 15 წლიანი გამოცდილებით. ეს კი არის პროექტი Digital Camp-ი, რომლის მიზანიც გახლავთ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ინტერნეტ მარკეტინგის მიმართულებით. როგორც წინა ვიდეოში დაგვიდით, ჩვენ ვიწყებთ სრულიად უფასო კურსს Facebook-ის მარკეტინგის მიმართულებით. უпростоრად კომპანია Meta-ს პლატფორმის დახმარებით ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ათვისებას. ისეთები როგორც არის Facebook-ი, Instagram-ი, Messenger-ი და WhatsApp-ი. თავდაპირველად მოგიყვებით ზოგადად კომპანია Meta შესახებ, რომელიც როგორც ვთქვით, აერთიანებს ამ სამ გიგანტ აპლიკაციას. ვიწყებთ Facebook-ით. Facebook შეიქმნა 2004 წელს და დღეისათვის წარმოადგენს ყველაზე მსხვილ სოციალურ ქსელს მსოფლიოში, რომელშიც მილიონობით და მილიარდობით ადამიანი არის გაერთიანებული და გამონაკლისს არც საქართველოს წარმოადგენს. თუ დაუჯერებთ სარეკლამო პლატფორმის სტატისტიკას, საქართველოსთან ესე ვთქვათ 18-დან 65 წელს ზემოთ გააცილებული აუდიტორია, რომელიც არის გაერთიანებული Facebook-ში, Instagram-ში და Messenger-ში, შეადგენს დაახლოებით 2.5 მილიონზე მეტ აუდიტორიას, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია, ესე ვთქვათ. გამომდინარე აქედან აუცილებელია სწორად და კარგად იყოს ათვისებული მოცემული მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელსაც Facebook-ი გვთავაზობს. ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით და ტრადიციული მარკეტინგული ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები გამოირჩევა რამოდენიმე უპირატესობით. პირველი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ჩვენ თანხას ვიხდით მომხმარებლის ინტერაქციაში. მაგალითად, როცა ადამიანი Facebook გვერდს ალაიქებს, აკლიკებს, აკომენტარებს, აზიარებს და ისე ვთქვათ ინტერაქციაში შემოდის ჩვენს პოსტთან, ან გადადის საიტზე. შესაძლებელია კიდევ უფრო გართულდეს სისტემა და ჩავთვალოთ, რომ თანხას ვიხდით, შეიძლება თანხა გადავიხადოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელი ჩვენი საიტიდან გარკვეულ პროდუქციას შეიცავს. ტრადიციული მარკეტინგში კი ჩვენ მსგავსი ესე ვთქვათ ტექნიკის გამოყენების საშუალება არ აქვს. ჩვენ უბრალოდ მაგალითად, როდესაც გვინდა ბანერის შეძენა ერთ-ერთ ტერიტორიაზე, ვიხდით $1000 პირობითად ამ ბანერში და შემდგომ ზუსტად არ ვიცით, როგორ გავზომოთ ეს მაჩვენებელი. რამდენად წარმატებული გამოდგა ეს ბანერი, არ გამოდგა, რამდენმა ნახა ეს ბანერი, არ ნახა. აი ესეთი ზუსტი სტატისტიკის შესაძლებლობა ესე ვთქვათ ტრადიციული მარკეტინგის შემთხვევაში არ აქვს. და მეორე უპირატესობა არის ის, რომ შესაძლებელია ესე ვთქვათ უფრო სწორ აუდიტორიაზე გასვლა. მაგალითად, Facebook-ის პლატფორმა, როგორც მოგახსენე, როგორც შევხედეთ, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ გავიდეთ ასაკობრივ სეგმენტზე, გავიდეთ ტერიტორიულ სეგმენტზე, მაგალითად, საქართველოსზე, საქართველოს ჩვენ შეგვიძლია ჩავშალოთ სხვადასხვა რეგიონებად, შეგვიძლია ინტერესების მიხედვით ჩავშალოთ აუდიტორიები და ინტერესების მიხედვით გავიდეთ, ესე ვთქვათ, ჩვენს მომხმარებელთან და როგორც აღნიშნეთ, ჩვენ თანხას ვიხდით მხოლოდ ინტერაქციაში და არაფერ სხვაში, რაც ძალიან ეს ორი გარემოება არის ძალიან ძლიერი გარემოება. ეხლა როგორ უნდა მოვხვდეთ თვითონ Facebook-ის პლატფორმას? აქ გვაქვს ჩვენ ორი ვარიანტი. ერთი დავრეგისტრირეთ როგორც
პერსონალური პროფილით, მაგალითად დავით გოგულაშვილით. და აქაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი პროდუქციის გაყიდვა, ესე თქვა. დავდოთ ჩვენი პროფილზე თქვა თუ ყიდით რაღაც სუვენირებს, ისი ფოტოები დავდოთ. დაუმეგობრდეთ სხვადასხვა ადამიანებს და ასე დამგვარად გავაცნოთ ხალხს ჩვენი პროდუქცია. თუმცა რამოდენიმე ლიმიტი არსებობს აქ. პირველი ლიმიტი არის, რომ ჩვენ 5000 კაცზე მეც ვერ დაუმეგობრდებით. ანუ უნდა შემოვიფარდოთ ამ რაოდენობის ავტორით და ასევე არ გვაქვს სარეკლამო ხელსაწყოები. გამომდინარე აქედან Facebook-ზე არსებობს კიდევ ბიზნეს პროფილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავრეგისტრირდეს როგორც ბიზნესი, მაგალითად Digital Campy. გავაკეთოთ რეკლამირება ჩვენი სერვისების და მომსახურებების ამ პროდუქციის და ასე დამგვარად მოვიზიდოთ აუდიტორია. Facebook-ზე Facebook-ის სარეკლამო პლატფორმა საკმაოდ ესე როგორც ვთქვათ, რაოდენოფუნქციური არის, ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ფუნქცია აქვს. იქიდან გამომდინარე თუ რა არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ეს შეიძლება იყოს პირდაპირ ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ვებსაიტზე მნახველების გადმოსვლა, თვითონ Facebook-ზე გვერდის ლაიქერების მომატება, შეიძლება პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია მესენჯერის დახმარებით და სხვა ხელსაწყოები არსებობს და ტაქტიკები არსებობს, ასე ვთქვათ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს გასვლა პოტენციურ მომხმარებელთან და მყიდველთან. ძირითადად მაინც გამოიყოფა მოდის მოვიდით რეკლამის გაშვების ორი მიდგომა. ერთი არის ბუსტი, რომელიც ესე ვთქვათ, ითვლება დამწყებთათვის კარგი ინსტრუმენტად, თუმცა სპეციალისტები და გამოცდილი სოციალური მედიის მენეჯერები არ ურჩევენ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას ახალგაზრდებს და ახალდამწყებებს, ესე ვთქვათ. თუმცა Facebook-ი, ესე ვთქვათ, ძალიან მიმზიდველად თავაზობს ამ ღილაკს. ყველა პოსტს აქვს ჩაშენებული ეს ღილაკი, რომელსაც შეგიძლია დააჭირო და შემდგომ იქვე მარტივად ამოირჩიო შესაბამისი აუდიტორია სეგმენტი და მარტივად გაუშვა რეკლამა. მაგრამ არის კიდევ მეორე მიდგომა, Ads Manager-ის მიდგომა, რომელიც უფრო კომპლექსური არის, ცოტა ასათვისებლად რთულია და შეიძლება დამწყებთათვის ეს იყოს ცოტა დამაბნეველი, მაგრამ ჩვენ სწორედ მეორე გზას ავირჩევთ და დავიწყებთ პირდაპირ რეკლამის გაშვებას Ads Manager-დან. აი დღეს ჩემო ძვირფასო მეგობრებო, სულ ეს მინდოდა მეთქვა. შემდგომ გაკვეთილში ჩვენ უკვე დავიწყებთ ბიზნეს გვერდის შექმნას, მის მიბმას Facebook ბიზნეს პლატფორმასთან და სარეკლამო ანგარიშის მიბმას. ისაც უნდა ითქვას, რომ სარეკლამო ანგარიში კეთდება შესაძლებელია გაკეთდეს ორნაირად, ერთი ფიზიკური პირის სახელზე, მეორე კომპანიის სახელზე და აქ უკვე ბუღალტერზეა დამოკიდებული, რომელიმე მიდგომას აირჩევს, მაგრამ როგორც ასეთი ფიზიკურ პირზე გაკეთება, მაინც როცა კომპანიის სახელით რეგისტრირდებით, მაინც უფრო თავშეკავებასთან არის დაკავშირებული, რადგან შეიძლება საგადასახადო დაგვაჯარიმოს თუ მოხდება ჩვენი აუდიტი. მაგრამ ამან არ შეგვაშინოს ნელ-ნელა ჩვენ ყველაფერს ეტაპობრივად გავვლით. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო ყურადღებისათვის. დღეისათვის სულ ეს იყო. გისურვებთ წარმატებებს.